მე ვარ გიორგი პეტრიაშვილი, 53 წლის, ყავს მეუღლე, 3 შვილი. მხედველობის პრობლემა დამეწყო დაახლოებით 21 წლის ასაკში. 100%-იანი მხედველობა მქონდა. მუშაობდი ელმაოჩენებელ ქარხანაში 26 წლის ვიყავი უკვე. ანუ რო დავანებე მუშაობას თავი ელმაოჩენებელში, ანუ ამ მხედველობის გამო პრობლემები დამეწყო. თავიდან ანთებითი პროცესები წავიდა, მე ქრონიკულში გადავიდა და გამოიწვია ანთებამ რამოდენიმე დაავადება თვალის. გლაუკომა, კატარაქტა, მინისებრი სხეულის შემღვრევა და ბოლოს ბადურის ჩამოშლა. დაახლოებით 3 წელი ვკურნალობდი, მაგრამ უშედეგოდ რა ესე ვთქვათ. უკვე 28-29 წლის ასაკში უკვე საერთოდ ვეღარ ხედავდი. დღესდღეობით ვარ ტოტალური უსინათლო. თავიდან რო გავიგე უსინათლოთა ფეხბურთის შესახებ, თითქოს არ მეჯერა ესე ვთქვათ, მაგრამ ზოგადად ხასიათი მაქვს ისეთი, რომ ყველაფერ შეუძლებელს ვეჭიდები რა და ზოგადად სახში ჯდომაც არ მიყვარს, აქტიური ვარ საკმაოდ და წამოვედი დავიწყე ვარჯიში, ვცდი მეთქი და საკმაოდ კარგად გამომივიდა. უკვე 9-10 წელია, რაც ვირიცხები საქართველოს უსინათლოთა ფეხბურთის ნაკრებში. ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე, ვიყავით საბერძნეთში, იტალიაში ვიყავით, ამხანაგური თამაში ჰქონდა. პირადად მე ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გარშემო ყველაფერი ქრება, მხოლოდ არის სტადიონი, მოთამაშეები, ბურთი, კარებები, მეკარე და შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ თითქოს ყველაფერს ვხედავ და აღვიქვავ როგორც ჩვეულებრივი მხედველი და ძალიან დიდ ემოციას იწვევს ჩემში. გამომდინარე აქედან უფრო მეტი მონდომება მაქვს სპორტის მიმართ. პარალელურად ვარჯიშობ უსინათლოთა სამჭირში. არ მინდოდა რომ სახში ვჯდარიყავი, გამოვედი რა თქმა უნდა გარეთ. პირველ რიგში ჯანმრთელობის მხრივ ხელს მიწყობს. საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ. მეგობრებთან მაქვს ურთიერთობა, ერთიანობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთიანობის გარეშე და ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე წარმატების რა თქმა უნდა ვერ მივახცევ. დანებება არასდროს არ მიფიქრია, არ მინდა ცოტა ისე გამომივიდეს, მაგრამ მებრძოლი ხასიათისა ვარ და დანებება ჩემთვის ნიშნავს სიკვდილს. ყველა შეშემო პირს მივმართავ, რომ გამოვიდნენ გარეთ ხალხს და ენახონ და პირველ რიგში თავიანთვის იქნება კარგი, თავიანთი ჯანმრთელობისთვის და ხალხის ცნობიერების ამაღლება მოხდება და მიხვდებიან, რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და უცხო პლანეტელები ვით, შემოგხედავენ და აღარ შემოგხედავენ, როცა გარეთ გამოვართ რა.